რუსეთმა დღეს სრულად უარყო ახალი სამშვიდობო წინადადება, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა ტრამპის გუნდთან და ევროპელ ოფიციალურ პირებთან ერთად, და რომელიც წინადღეს წარადგინა ვლადიმირ ზელენსკიმ. დღეს პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ უჭერს მხარს წინადადებას დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ, რომელსაც განიხილავენ უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი გეგმის ფარგლებში. მისი თქმით, რუსეთი გეგმავს ამ ტერიტორიის ძალით დაკავებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მოლაპარაკებებს. ამასთან კრემლმა დღეს უკრაინას ომის დასრულებისთვის ახალი მოთხოვნები წაუყენა. პარალელურად რუსებს აცნობეს, რომ თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები 2022 წლის 8 მარტს აპირებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე შეჯრას. ამიტომ რუსეთმა პირველი დაიწყო ომი. თითქოს და უკრაინას 2 კვირით დაასწრო. მაგრამ შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარების თავმოყრა ოკუპირებულ ყირიმში მიმდინარეობდა. რუსეთსა და უკრაინას შორის მთელ საზღვარზე და ბელარუსში თავდასხმამდე 1 წელზე მეტი ხნით ადრე. ამავე დროს რუსეთში კიდევ ერთხელ ართმუნებენ რუსებს, რომ არანაირი მობილიზაცია არ იგეგმება. ეს ყველაფერი უკრაინული დეზინფორმაცია. ხოლო კრემლმა საჯაროდ დაადანაშაულა რუსული ბიზნესი კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკრაინული დრონებისგან არასაკმარისად დაცვაში. თითქოს ომი ვლადიმირ პუტინმა დაიწყო, ხოლო უკრაინული დრონების თავდასხმებისგან ობიექტების დაცვა თავად მეწარმეებმა უნდა უზრუნოყო. მივიდა იქამდე, რომ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც მოსკოვი უბრალოდ წაართმევს ბიზნესს, თუ მისი მფლობელი თავად არ დააყენებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მისი დასაცავად. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემები, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ეს გამოშვება და არ დაგავიწყდეთ კომენტარის დაწერა. მოდით ახლა ყველაფერს თანმიმდევრობით განვიხილოთ. მოსკოვი არ უჭერს მხარს დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინადადებას, რომელსაც განიხილავენ უკრაინის, აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივი გეგმის ფარგლებში. ამის შესახებ დღეს კრემლის სპიკერმა დიმკა პესკოვმა განაცხადა. რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის სპიკერმა დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მთელი დონბასი რუსეთის შემადგენლობაში შედის. გარდა ამისა, მან დაამატა, რომ ამ რეგიონის მართვა ვერ განხორციელდება რომელიმე მესამე მხარის მიერ. შემდეგ პესკოვის ციტატა. ამ კონტექსტში მე მაინც ვიტყოდი, რომ დონბასი არის რუსეთის ფედერაციის ტერიტორია, რუსეთის ფედერაციის სუბიექტი. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მესამე მხარე შეძლებს რუსეთის ფედერაციის რეგიონების მართვას. ამგვარად კრემლის სპიკერმა ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ბოლო განცხადებას. ზელენსკის თქმით, ომის დასრულების ერთ-ერთი სცენარი შეიძლება მოიცავდეს თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას დონბასში მესამე მხარის კონტროლის ქვეშ. უკრაინის პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ ვიტკოვი და ჯარედ კუშნერი ომის დასრულების რეალურ სცენარებს სთავაზობენ. ამ წინადადებების განხილვას ისინი გეგმავენ არა მხოლოდ კიევთან, არამედ მოსკოვთანაც. და დღეს ხდება ცნობილი, რომ მოსკოვში დაეშვა იდუმალი. იდუმალი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი. კრემლში პესკოვის თქმით განაცხადეს, რომ საერთოდ ვერ ხვდებიან რაზეა საუბარი. თითქოს და თვითმფრინავი საერთოდ არ ყოფილა. მაგრამ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ამ თვითმფრინავით მოსკოვში ჩამოვიდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერო სამმართველოს დირექტორი ჯონ რედკლიფი. და ეს არის პირველი ვიზიტი ЦРУ-ს ხელმძღვანელის რუსეთში 2021 წლის შემდეგ, როცა აშშ ცდილობდა გადაეფიქრებინა გაგიჟებული ვლადიმირ პუტინისთვის. მასშტაბური შეჭრა უკრაინაში. ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი. ამასთან კრემლმა კიდევ ერთხელ გაახსენა მოსკოვის ძირითადი მოთხოვნები კიევისა და დასავლეთის მიმართ ომის დასრულებისთვის. შეგახსენებთ, კრემლი ელოდება ყირიმისა და ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის ნაწილების აღიარებას, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ტერიტორიად აღიარებას, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის დაფიქსირებას და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებას და მათი შესაძლებლობების შეზღუდვას, დასავლური შეიარაღების მიწოდების და სადაზვერო მონაცემების კიევისთვის გადაცემის შეწყვეტას. რუსული ენის სტატუსის გაფართოებას და დამატებით გარანტიებს რუსულენოვანი მოსახლეობისთვის. უკრაინის მხრიდან რეპარაციებისა და კონტრიბუციების გადახდის მოთხოვნებზე უარის თქმას. და კიდევ, თანდათანობითი ურთიერთობების აღდგენა გაურეცხავ გაველურებულ რუსეთთან და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა საერთაშორისო სანქციის გაუქმება, რომლებიც შეგახსენებთ საერთოდაც რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს.
აქ თითქოს დაბნეული ვარ. თუ სანქციები სასარგებლოა, როგორც ამტკიცებდა ვლადიმირ პუტინი, მაშინ რატომ ითხოვს იგივე პუტინი მათი გაუქმებას? გამოდის, რომ მას უნდა ავნოს რუსეთს? ახლა კი კრემლი ზრდის მცდელობებს, რომ დააშინოს ევროპა და აიძულოს უარი თქვას უკრაინის დახმარებაზე. რუსეთი შეიძლება ნახევრად სამხედრო მოქმედებებს მიმართოს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, რათა აიძულოს ლონდონი შეწყვიტოს უკრაინის მხარდაჭერა. ასეთი მუქარით დღეს ოფიციალურად გამოვიდა კრემლის მრჩეველი ანდრეი ფედოროვი. მან ივარაუდა, რომ ბრიტანული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის უპილოტო აპარატებს აწარმოებენ, შეიძლება გახდნენ თავდასხმების ობიექტები უცნობი წყაროებიდან. მიანიშნა იმავე დივერსიულ აქტებზე უცნობი დრონების გამოყენებით. მისი მუქარა ფაქტობრივად მაშინვე გაისმა, როგორც კი გაჟღერდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ენდი ბერნემის განცხადება კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. როგორც ცნობილია, მან განაცხადა, რომ ლონდონმა უკრაინას მისცა ნებართვა აწარმოოს Storm Shadow-ის რაკეტები. ბერნემის თქმით, შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა უკვე დამტკიცებულია. უფრო მეტიც, ამ პროცესში ჩაერთვებიან თავდაცვის საწარმოები. ბოლო მოვლენების ფონზე კრემლის მრჩეველმა ფედოროვმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან შეიძლება იყოს არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ შესაძლოა რაიმე ხილული რეაქციაც რუსეთის მხრიდან დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ქმედებებზე. ჟურნალისტებმა ამ დაუბანავ ფედოროვს კითხეს, რას გულისხმობს საერთოდ, რა არის ეს დაფარული მუქარები? მან უპასუხა, ციტატა: არსებობს სხვადასხვა დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს. ეს შეიძლება იყოს ეგრეთ წოდებული ტექნიკური რეაქცია. შესაძლოა ჰაკერული შეტევები უცნობი წყაროდან. რა თქმა უნდა, არაოფიციალურ დონეზე. შესაძლოა იქნას გადადგმული სხვადასხვა პოლიტიკური ნაბიჯები. და მე ვერასდროს გამოურიცხავ 100%-ით, რომ შეიძლება იყოს მაგალითად რაღაც ნახევრად სამხედრო, ნახევრად სამოქალაქო ნაბიჯები. როდესაც ფიოდოროვს კითხეს, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთის შესაძლო სამხედრო თავდასხმას ბრიტანეთის ქარხნებზე, უშუალოდ დიდ ბრიტანეთში, მან უპასუხა, ციტატა: მათზე შეიძლება თავდასხმა განახორციელოს არა რუსეთმა, არამედ უცნობმა წყაროებმა. ანუ რუსები როგორც ყოველთვის მოქმედებენ როგორც ლაჩრები და მშიშრები. ანუ ისინი თვითონ არასდროს გაბედავენ ღია თავდასხმას, არამედ ტერაქტებსა და დივერსიებს სხვისი ხელით მოაწყობენ. ხელით. საბედნიეროდ ბრიტანელებს ეს მუქარები რუსეთის მშიშარა ვივთხებისგან საერთოდ არ აშინებთ. მაგრამ რუსები ასეთები არიან ბუნებით. ისინი არ იციან. იცით, ისინი უკვე ფაქტის შემდეგ არიან მამაცები. მაგრამ პროცესში ისინი არ არიან მამაცები, ისინი მშიშრები არიან. გაგახსენებთ ყირიმი რომ იფხრობდნენ ოკუპაციის შემდეგ 2 წლის განმავლობაში ყვიროდნენ რომ ეს ჩვენ არ ვიყავით. ეს მწვანე კაცუნები იყვნენ. როცა რუსები დონბასში შეიჭრნენ, ისინი საერთოდ 8 წლის განმავლობაში ამბობდნენ. რას ამბობთ? ჩვენ იქ არ ვართ. ეს სახალხო მილიცია. მილიციის წევრები, რომლებიც იყენებენ რუსეთის უმძიმეს თანამედროვე სამხედრო ტექნიკას. როგორც პუტინი ამბობდა, ხა ვოენტორგში იყიდეს. ანუ წარმოიდგინეთ, მერე თავს მამაცებად აჩვენებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი მშიშარა არსებები არიან. თაი ფედოროვი ზის პირდაპირ ამბობს. რა თქმა უნდა, ღიად ვემუქრებით, მაგრამ ხომ გესმით, ღიად თავდასხმა გვეშინია. ამიტომ ჩვენ მესამე პირების მეშვეობით რაღაც დივერსიებს მოვაწყობთ. გახსენებთ, ერთი კვირით ადრე სერგეი ლავროვმა კიდევ ერთმა რუსულმა გაუგებრობამ განაცხადა, რომ მოსკოვს თითქოს აქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ აშშ პირდაპირ არის ჩართული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაში. მან დაადასტურა, რომ მოსკოვმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გადასცა კითხვები იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. სადაზორო მონაცემებსა და ვაშინგტონის შესაძლო მონაწილეობაზე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებში უკრაინის მხარეს და ახლა პასუხს ელოდება. სხვათა შორის პასუხი მათ არავინ გასცა. და რას გააკეთა სერგეი ლავროვმა? არაფერს. ეს სირცხვილი გადაყლაპა და გზა გააგრძელა. გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა დაიმუქრა, რომ რუსეთის ფედერაცია გაამკაცრებს თავის მიდგომებს, რათა გაანადგუროს ყველაფერი, რაც დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო მანქანას ამარაგებს. შემდეგ მის ციტატას მოვიყვან. ამას უკვე ვაკეთებთ და ისინი უკვე იწყებენ წუწუნს. და არ არის შემთხვევითი, რომ ჩვენი საერთო სივრცის სხვადასხვა წერტილიდან სულ უფრო მეტი ხმა ისმის, რომლებიც დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებენ. ასე არ იქნება. რუსეთისთვის მიუღებელია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შეხების ხაზზე. აი მე მაინტერესებს, ვინ და სად საერთოდ როგორც ლავროვმა თქვა, იწყებს კვნესას. მომდევნო გამოშვებაში სხვათა შორის ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ გუშინდელ სხდომას მსურველთა კოალიციის, სადაც ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს ჰაერ-საწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაზე, რაკეტების გადაცემაზე ერთობლივ სამხედრო წუხთნებში და ასე შემდეგ. აი ამას ლავროვი კვნესას უწოდებს. გახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ აცნობა უკრაინას, რომ მზადდება ახალი წინადადებები რუსეთისთან ომის შეწყვეტის შესახებ.
რომლებიც შემუშავებული იყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან და ევროპელ ჩინოვნიკებთან ერთად. მისი თქმით, გეგმა ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას და ჯარების ორმხრივ გაყვანას დატოვებულ ტერიტორიებზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნით. შემდეგ ციტატა ვოლოდიმირ ზელენსკისგან. ანუ ჩვენ და რუსები ვდგამთ ერთნაირ ნაბიჯებს უკან და ეს ქმნის ასეთ ბუფერს გარკვეული ხელმძღვანელობის ქვეშ. ჯერ გაურკვეველია კონკრეტულად ვისი ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს არის რაღაცა მესამე მხარე. ამ გეგმის მესამე ნაწილი ეხება უსაფრთხოების გარანტიებს ევროკავშირის და ნატოს მხრიდან და იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც უკრაინამ მზადაა. ამასთან ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ს კიდევ რამდენიმე წინადადება აქვს ომის დასრულებასთან დაკავშირებით. თუმცა, ციტატა, ისინი ელოდებიან შესაფერის მომენტს, რომ გააზიარონ ისინი. ამ დროისთვის კი კრემლი უარყოფს ამ სამშვიდობო გეგმას და მოუწოდებს რუსებს არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ პანიკას. შეტყობინებები რუსეთში ახალი მობილიზაციის მზადების შესახებ საინფორმაციო ჭორებია, რომლებიც ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით ვრცელდება. ამის შესახებ დღეს პუტინის პრეზმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. შემდეგ მისი ციტატაა. ეს ყველაფერი უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. რა თქმა უნდა, კიევის რეჟიმი ცდილობს ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია იდეოლოგიურად შეარყიოს. იცით, ყველაფერი იქნებოდა რიგზე, მაგრამ მინდა შევახსენო მათ, ვინც რუსებს შორის, ვისაც ცოტა მაინც გონება კიდევ შერჩა. გახსენეთ, რომ 2022 წლის სექტემბერში დაახლოებით 1 კვირით ადრე მობილიზაციის გამოცხადებამდე იგივე პესკოვი ზუსტად ასე ართმუნებდა, რომ მობილიზაცია არ იქნება და რომ ყველა განცხადება იმის შესახებ, რომ ის იქნება, ეს ყველაფერი უკრაინის პროვოკაცია. ეხლა მე შეგახსენებთ. ნახეთ, ეს მოხდა 2022 წლის 13 სექტემბერს. იმ დღეს დმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მას კითხეს განიხილება თუ არა კრემლში სრული ან ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხი, მან განაცხადა, ციტატა. ამ ეტაპზე არა, ამის შესახებ საუბარი არ არის. ზუსტად მაშინ, თითქმის 1 კვირის შემდეგ კრემლმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია და ომში გაიწვია 300,000 რუსი. ივანე. ამიტომ პესკოვის განცხადებებს უნდა მიუდგეთ, იცით, დიდი სკეპტიციზმით. და ბოლოს კრემლმა გადაწყვიტა რუსი მეწარმეებისთვის ბიზნესი წაართვას. პესკოვმა განაცხადა, რომ რუსული ბიზნესი არასაკმარის ძალისხმევას იჩენს საწარმოების უკრაინული თავდასხმებისგან დასაცავად. ამიტომ, ნუ გაბრაზდებიან პუტინის ახალ ბრძანებულებაზე. შეგახსენებთ, პუტინმა გუშინ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც თავრობის უფლებამოსილებას აძლევს, დაიკავოს და როსიმუს ჩესტოს მართვაში გადასცეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, რომელთა მფლობენიც ვერ უზრუნველყოფენ მათ დაცვას უკრაინული დრონების თავდასხმებისგან. ასევე აქტივის ჩამორთმევის საფუძველი შეიძლება იყოს, ციტატა, საწარმოების არაღდგენა ან დაგვიანებული აღდგენა. პუტინის ბრძანებულების მიხედვით მთავრობას შეეძლება პრაქტიკულად ნებისმიერი საწარმოს ჩამორთმევა. ესენია საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის ობიექტები, კომუნალური, სატრანსპორტო, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის, ციცოცხლის უზრუნველყოფის, სამრეწველო საწარმოები, ასევე, ციტატა, და სხვა ობიექტები, რომლებიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური სტაბილურობისა და მოსახლეობის ნორმალური ცხოვრებისთვის. მოკლედ, ომი დაიწყო პუტინმა და მისმა ბანდამ, ხოლო რუსები, ვინც იქ ბიზნესს აწარმოებს, ეხლა თავად არიან ვალდებულები დაიცვან თავი უკრაინის საპასუხო თავდასხმებისგან. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.